გიორგი მიქაძის და დავით მიქაძის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა დღეს საჭიროდ ჩავთვალეთ პრესასთან შეხვედრა დღის პირველ ნახევარში გამართულ პრესკონფერენციასთან დაკავშირებით, სადაც გარდაცვლილი გიორგი კვარაცხელიას ოჯახის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა საზოგადოებას ამცნო, რომ სისხლის სამართლის საქმეში, რომელშიც საუბარია 2015 წელს თბილისში მომხდარ მკვლელობაზე, შეგროვდა მტკიცებულებების სტანდარტი იმისათვის, რომ კონკრეტული პირები მიცემული ყოფილიყვნენ პასუხისგებაში. მკვლელობის ამსრულებლებად ჩემი კოლეგის მხრიდან დასახელებული იქნა 2 ადამიანი, მე ამ შემთხვევაში მათთან დაკავშირებით არ მსურს დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი, თუმცა ამავე პრესკონფერენციაზე საუბარი იყო, რომ გიორგი კვარაცხელიას მკვლელობასთან შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყვნენ ასევე გიორგი და დავით მიქაძეები და ამ პრესკონფერენციაზე ასევე ნახსენები იყო ოთარ ფარცხალაძეც. ბუნებრივია გიორგი და დავით მიქაძეების ინტერესების დამცველი ადვოკატების სრული მობილიზება დღეისთვის მიმართულია იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც სასამართლოში იხილება და დასასრულს უახლოვდება. საუბარია ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების საქმეზე, ანგარებითა და შეკვეთით, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ თვეებია ფაქტობრივად არ სრულდება ძმები მიქაძეების ჩვენი დაცვის ქვეშ ყოფების დაკავშირება, ზოგადად ამ გვარის დაკავშირება თბილისში თუ სხვაგან მომხდარ სხვადასხვა მკვლელობებთან, აბსოლუტურად მტკიცებულებების გარეშე, აბსოლუტურად დაუსაბუთებლად და უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევის ხარჯზე, იმის გათვალისწინებით, რომ ამ გვარის უკან არ დგანან მხოლოდ გიორგი და დავით მიქაძეები, არამედ დგანან მათი ოჯახის წევრები და კონკრეტული ადამიანები, საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ამ ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საქმეზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენისკენ, გამოვეხმაუროთ. პირველ რიგში, რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ ცოტა უცნაური იყო ფორმატი, რა ფორმატშიც ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, იმიტომ რომ როგორც პრესკონფერენციიდან ჩვენთვის გასაგები იყო ჯერჯერობით სისხლის სამართლებრივი დევნა, თუნდაც მკვლელობის ამსრულებლების მიმართაც პროკურატურას დაწყებული არ აქვს. შესაბამისად, უცნაური და ამავდროულად ყურადღება მისაქცევია, საიდან შეიძლება ჰქონოდა ეს ინფორმაცია იმ ადამიანს, რომელიც კონკრეტული ბრალდებულების ინტერესებს ამ სისხლის სამართლის საქმეში არ იცავდა და მეორე, თუ კი ვსაუბრობთ, რომ ამსრულებლების მიმართ არსებობს გარკვეული მტკიცებულებების სტანდარტი, რომ მკვლელობა მათი მხრიდან არის ჩადენილი, ეს რატომ ნიშნავს აუცილებლად, რომ ამ მკვლელობასთან რაიმე კავშირი შეიძლება ჰქონოდა ასევე ძმებ მიქაძეებს, თუ აქ არ არის ერთი კონკრეტული მიზანი, რომ რაც შეიძლება მეტჯერ ნეგატიურ და ცილისმწამებლურ კონტექსტში იყვნენ ჩემი დაცვის ქვეშ ყოფები მოხსენიებული, განსაკუთრებით ისეთ კულმინაციურ მომენტში, როგორიც არის სულ რამოდენიმე დღეში გამოსატანი განაჩენი მოსამართლის მხრიდან. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩვენს აფილირებას ცდილობენ გარკვეული ადამიანები კონკრეტულ მკვლელობებთან, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ არც ერთ ამ მკვლელობასთან რაიმე კავშირი, რომ შესაძლოა ამ თემაში, ასე ვთქვათ, ყოფილიყვნენ გიორგი ან დავით მიქაძეები მტკიცებულებების კუთხით წარმოდგენილი არ ყოფილა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ახალი სისხლის სამართლის საქმე, სადაც მცდელობები იქნება, რომ ეს მკვლელობა რაიმენაირად დაკავშირდეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებთან, თუმცა ერთია პრესკონფერენციებზე რას ვამბობთ და მეორეა რა არის მტკიცებულებების კუთხით სისხლის სამართლის საქმეში. რატომ უკავშირდება ეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების საქმეს, ამაზეც მინდა რამოდენიმე სიტყვა ვთქვა, უკავშირდება იმიტომ, რომ დასრულდა მტკიცებულებების გამოკვლევა ძალიან ბევრჯერ, ძალიან ფართო აუდიტორიისთვის. ჩვენ არაერთხელ ვიმსჯელეთ იმაზე, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, საუბარი არის მკვლელობის ორგანიზების მტკიცებულებებზე. სასამართლოში ძირითადად რასაც ვიკვლევთ მკვლელობის ფაქტის მტკიცებულებებს, რაზეც ორი ინსტანციით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი უკვე დგას.
თუმცა ბრალდების მხარემ ორგანიზების ნაწილში მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, არ ვიცი რა შეიძლება იყოს გეგმა ახალ სისხლისამართლის საქმეზე, ვთქვათ, ვინმეს მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყება, ასევე მტკიცებულებების გარეშე თუ უბრალოდ ინფორმაციულ ჭრილში საზოგადოებაზე ნეგატიური კუთხით ზეგავლენის მოხდენა, მე ვერ გეტყვით, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ამ ტიპის გამოსვლები, როდესაც ჯერ ამსრულებლების მიმართაც ოფიციალურად ბრალდების დადგენილება გამოტანილი არ არის, პირდაპირ არღვევს უდანაშაულობის პრეზუმპციას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ მოვლენაში არ უნდა იყვნენ ჩართულები ადამიანის უფლებადამცველები. იმ სისხლისამართლის საქმეზე, რომელიც ახლა სასამართლოში იხილება, არაერთი ადამიანი მოვიდა და დაიკითხა პროცესზე, რომლებმაც პირდაპირ თქვეს, რომ ძალიან დიდი რესურსები იყო ჩადებული იმაში, რომ თუნდაც გელაუძილაურს ხელი დაედო მიქაძეებზე, როგორც მკვლელობაში ჩართულ პირებზე. საუბარი იყო კიდევ ერთ მოწმეზე, რომელიც ასევე გარკვეულ ზეგავლენებზე საუბრობდა, შესაბამისად მით უფრო სარწმუნოდ გვეჩვენება. გიორგი და დავით მიქაძეების ინტერესების დამცველ ადვოკატებს დღევანდელი პრესკონფერენცია, რომ ესეც ერთგვარი ხაზი უნდა იყოს იმის გაგრძელებისა, რაზეც ცოტა ხნის წინ საუბრობდი. ბევრი ფაქტობრივი უზუსტობა გაჟღერდა მათ შორის ამ პრესკონფერენციაზე, იმიტომ რომ იქ საუბარი იყო მიხეილ ჯოხაძეზე მათ შორის, რომელიც წარმოდგენა არ მაქვს, ვინ შეიძლება იყოს. მოკლედ, მე პირადად შთაბეჭდილება, რომ ეს პრესკონფერენცია კიდევ ერთხელ ვამბობ, მიზანმიმართულად ემსახურებოდა იმას, რომ სულ რამოდენიმე დღეში გამოსატანი განაჩენი ლევან ჯამბოლაძის მკვლელობის ორგანიზების ნაწილში რაღაცნაირად ყოფილიყო გადაფარული და გადაფარული იმიტომ, რომ დაცვის მხარეს არ აქვს სხვა მოლოდინი გარდა იმისა, რომ ამ საქმეზე მტკიცებულებების არარსებობის გამო აუცილებლად გამოტანილი უნდა იყოს გამომართლებელი განაჩენი. აქ აღნიშნავია ის ფაქტი, რომ იმ წლებს, რასაც ასახელებს ბატონი გიორგი ბარდავეძე თუ ვწდები კვალისწულად ვიძახი მე მგონი 11-დან 15 წლამდე ბატონი გიორგი მიქაძე საერთოდ არ იყო საქართველოში, ოთარ ფარცხალაძე საერთოდ არ იცნობდა და შენახვედრიც არ იყო. აქედან გამომდინარე ვერანაირად ვერ დადასტურდება ის ფაქტი, თითქოს მას რაიმე მონაწილეობა ჰქონდა მიღებული დღევანდელ დანაშაულში. დღეს გაჟღერებულ დანაშაულში.